წლის შემდეგ ეს ყველაფერი მოანგრიეს და მოშალეს. საქართველოს რომ შევადაროთ დღეს აწარმოებს თავისი მოხმარების მხოლოდ 5% სასურსათო ხორბალს, სადაც თუ რამე ხორბალია ის მეფრინველობის ფაბრიკებში გამოიყენება. სომხეთი აწარმოებს 50%-ს. სომხეთი პატარა ქვეყანაა ტერიტორიით, ქვაღორღიანი ქვეყანაა, მას სახელმწიფოთვისი არც კი აქვს რომ 50%-ს აკმაყოფილებს. აზერბაიჯანი ნახევარი იქ ნახევარ უდაბნოები არის, წყალი ნაკლებია, აწარმოებს 90%-ს. ჩვენ 5%-ს ვაწარმოებთ, არადა წელს გახარებულები, მთელი მთავრობა იყო იმით, რომ თურმე ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო. ხორბლის სამშობლოც ვართ. ღვინის და კიდევ თაფლის ბატონ მალხასთან ტელევიზიაში ყველაფერზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი, ყველაფერი სამშობლო ჩვენ ვართ საბოლოო ჯამში. დედამიწის სამშობლო საქართველოა. კინა, თიხა, ვერცხლი, სპილენძი რა ვიცი თაფლი რა ვიცი მეტი რა მედიცინის